გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია გადავაქციოთ 10-ბიტი სისტემიდან ნებისმიერი რიცხვი 2-ბიტ სისტემაში. თუმცა მანამ სანამ უშუალოდ ამ მეთოდზე ვისაუბრებდეთ, მოდი განვიხილოთ ძალიან მოკლედ თითოეული სისტემა, როგორც 10-ბიტი, ისევე 2-ბიტი. ვიცით რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად გვაქვს საქმე რიცხვებთან, ეს იქნება მაღაზიაში თუ სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში და უმეტესად ჩვენ ვიყენებთ ნატურალურ რიცხვებს. შეგახსენებთ, რომ ნატურალური რიცხვები არის რიცხვები, რომლებიც მიიღება თვლის შედეგად. უმცირესი ნატურალური რიცხვი ეს გახავთ 1, ხოლო უდიდესი ნატურალური რიცხვი არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ სისტემებს, ჩვენ მრავალი სისტემა ვიცით ზოგადად მათემატიკაში, ეს არის 10-ბიტი სისტემა, 2-ბიტი სისტემა, ასევე გვაქვს 8-ბიტი, 16-ბიტი თვლის სისტემები. თუმცა დღევანდელ ვიდეოში უშუალოდ განვიხილავთ, როგორ გადავაქციოთ 10-ბიტი სისტემა 2-ბიტ სისტემაში. ზოგადად რას ნიშნავს 10-ბიტი სისტემა? 10-ბიტი სისტემა ეს არის პოზიციური თვლის სისტემა, რომლის ფუძე არის 10. ეს არის, მოდი შეიძლება ითქვას, რომ დამაბნეველი წინადადება, თუმცა მარტივად რომ აღვიქვათ, ნიშნავს იმას, რომ რეალურად ჩვენ 10-ბიტ სისტემაში ვიყენებთ სულ 10 სხვადასხვა ციფრს. ესენი არის 0-დან 9-ის ჩათვლით არსებული ციფრები. როცა ვწერთ რიცხვს, მაგალითად 347, თითოეულ ციფრს აქვს უკავია თავისი უნიკალური პოზიცია. ეს არის, როგორც უკვე ვიცით, ერთეული, ეს არის ათეული და ეს არის ასეული. თუმცა და ზოგადად 0-დან 9-ის ჩათვლით რა ციფრებიც მოგვეპოვება, იმ ციფრებით ჩვენ სხვადასხვა კომბინაციების მიხედვით მეშვეობით ვადგენთ სხვადასხვა რიცხვებს. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს მხოლოდ ორი ციფრი, ეს არის 0 და 1. სწორედ ასეთ სისტემას, რომელიც იყენებს მხოლოდ ორ ციფრს, 0-სა და 1-ს, ეწოდება 2-ბიტი სისტემა. ინგლისურად ასევე ხშირად შეხვდებათ როგორც binary system. ეს არის სისტემა, რეალურად რომელსაც იყენებს ჩვენი კომპიუტერი. კომპიუტერს შეუძლია მხოლოდ ორი მდგომარეობის ასე ვთქვათ, წაკითხვა. ეს არის ჩართული, ანუ ერთიანი და გამორთული, ანუ ნულიანი. ასე რომ ჩვენ როდესაც ვწერთ რიცხვს 10-ს 10-ბიტ სისტემაში, რეალურად ჩვენი კომპიუტერი მას კითხულობს როგორც 1 0 1 0. ანუ მხოლოდ ორ ციფრს იყენებს 0-სა და 1-ს. და სწორედ დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია ნებისმიერი რიცხვი 10-ბიტ სისტემაში გადავაქციოთ 2-ბიტ სისტემაში. მოდი გადავიდეთ ახლა უშუალოდ მაგალითზე და მაგალით სახით ავიღოთ 47 და განვიხილოთ როგორ შეგვიძლია იგი ჩავწეროთ 10-ბიტი სისტემიდან 2-ბიტ სისტემაში. მოკლედ, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ 47-ში, აი ამ რიცხვში, ვიპოვოთ 2-ის უმაღლესი ხარისხი, რომელიც თავად ამ რიცხვს არ აღემატება. ასეთი გახავთ 32, ანუ 2-ის მეოთხე ხარისხი. ვწერთ მას. შემდეგ 32-ს ვუმატებთ 32-ისა და 57-ის სხვაობას, ანუ 32-ს ვაკლებთ 47-ს, რაც არის 15 და 15-ში ვპოვლობთ 2-ის უმაღლეს ხარისხს, რომელიც არ აღემატება თავად ამ რიცხვს. ასეთი კი გახავთ 8, ანუ 2-ის კუბი. შემდეგ უკვე ხდება ის, რომ 15-ს ვაკლებთ 8-ს, რაც რეალურად არის 7 და 7-ში ვპოვლობთ 2-ის უმაღლეს ხარისხს. 7-ში 2-ის უმაღლესი ხარისხი, ეს არის 4. შემდეგ კი 3-ში, ანუ 7-ს ვაკლებთ 4-ს, 3-ში ვპოვლობთ 2-ის უმაღლესი ხარისხს, რაც არის თავად 2. და ბოლოს უკვე 1 გვრჩება. ანუ 2-ის მენული ხარისხი უდრის 1-ს, რა თქმა უნდა. მოკლედ, შეგვიძლია ეს შევამოწმოთ 32 პლუს 8 40, 40 პლუს 4 44, 44 პლუს 2 46, 46 პლუს 1 47.
საბოლოო ნაბიჯი არის ის, რომ რეალურად ეს აი ამის წაკითხვა მოვახდინოთ და გარდაქმნათ რეალურად ეს ბინარულ სისტემაში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ორის მენული ხარისხის არის 1 და რეალური პრინციპი იმისათვის, რომ გადავიყვანოთ ათობით სისტემიდან ორობით სისტემაში, არის ის, რომ ყოველთვის დავაკვირდებთ თუ გვაქვს ერთეული, ორეული, ოთხეული, 8-ეული, 16-ეული, 32-ეული. ანუ თუ გვაქვს ორის ხარისხები, მაშინ მაგ შემთხვევაში ვწერთ 1-იანს, ხოლო თუ არ გვაქვს, მაშინ ვწერთ 0-ს. ამ შემთხვევაში ორის ხარისხი, ორის მენული ხარისხი არის 1, ანუ ერთეული გვაქვს უკვე. შეგვიძლია თავად დავწეროთ 1. ორეულიც გვაქვს, ორის მე-1 ხარისხი არის 2. ოთხეულიც გვაქვს, ანუ შეგვიძლია დავწეროთ აქაც 1. 8-ეულიც გვაქვს, ორის კუბი, დავწეროთ 1. აი აქ უკვე 16-ეული არ გვაქვს, პირდაპირ 32-ზე გადადის, ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც ორის ხარისხი არ აღმოჩნდება ჩვენს ამ კალკულაციაში, ვწერთ მარტივად 0-ს, რადგან 16-ეული არა გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და 32-ეული გვაქვს და ვწერთ 1-იანს. ანუ რეალურად აღმოჩნდა ის, რომ 47-ის, რომელიც ჩაწერილი იყო ათობით სისტემაში, ტოლი არის 1 0 1 1 1 1, რაც გახლავთ ორობით სისტემა. რეალურად არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ათობით სისტემიდან ბინარულ სისტემაში გადავიყვანოთ ესა თუ ის რიცხვი. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. თუმცა მე შემოგთავაზებთ ასევე კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც ასევე ვთვლი, რომ არის მარტივი. კიდევ ერთი მეთოდი იმისა, რომ გადავიყვანოთ ათობით სისტემიდან ბინარულ სისტემაში, არის ასეთი, რომ მოდი ავიღოთ კვლავ 47 და ის უნდა გავყოთ მუდმივად 2-ზე. მაგრამ სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს. 47-ში 2 მოთავსდება 23-ჯერ, 23-ში 2 მოთავსდება 11-ჯერ, 11-ში 2 მოთავსდება 5-ჯერ, 5-ში 2 მოთავსდება 2-ჯერ, 2-ში 2 ერთხელ და ასე. ხო, 47-ში 2 როგორც ვთქვით, მოთავსდება 23-ჯერ, ნაშთი არის 1, ნაშთები აუცილებელია რომ დავუწეროთ. აქაც ნაშთი გვექნება 1, 23 რო გავყოთ 2-ზე, 11 გავყოთ 2-ზე, ნაშთი 1, 5 გავყოთ 2-ზე, ნაშთი 1, 2 გავყოთ 2-ზე, ამ შემთხვევაში ნაშთი გვაქვს 0 და 1 გავყოთ 2-ზე, ნაშთი გვაქვს 1. ჩვენი მიზანი ახლა არის, რომ გადავიყვანოთ ბინარულ სისტემაში, რასაც მოახერხებთ იმით, რომ რეალურად ეს ნაშთები უნდა წავიკითხოთ უკუღმა. ანუ არა ასე, აი 1 1 1 1 0 1, არამედ უკუღმა, ანუ 1 0 1 1 1 და რეალურად ეს იქნება თავად ამ რიცხვის ჩანაწერი ორობით სისტემაში. 1 2 3 4. რა თქმა უნდა, იგივე შედეგი, როგორც მივიღეთ მეთოდი პირველის დროს. მოკლედ, ეს იყო ორი ძირითადი მეთოდი. იმისა თუ როგორ უნდა შეგვიძლია გადავიყვანოთ ათობით სისტემიდან ორობით სისტემაში ნებისმიერი რიცხვი. რაც შეეხება საშინაო დავალებას, გაძლევთ რამდენიმე რიცხვზე, თავად რომ გადაიყვანოთ. მოკლედ, შევარჩიეს 3 რიცხვი. პირველი ეს არის მარტივი, დაიწყეთ მარტივით, ეს არის 5, რომ გადავიყვანოთ ათობითიდან ორობითში. მეორე რიცხვი, მოდი ეს იყოს 25. და მესამე იყო შედარებით რთული 255. საინტერესოა 255 შემთხვევაში როგორ გაართმევთ თავს, რადგან შედარებით განხილ რიცხვებთან შედარებით უფრო რთულია ასე თუ ისე და ასევე შეგიძლიათ მოიწიოთ დამატებითი ინფორმაცია. მოკლედ, მადლობა გიხდით ყურადღებისთვის, დღეისთვის იყო ეს, მადლობა.